დროის ცვლილების ნიშანი, სადაც ახლო წარსულის ნაშთები სრულად ჩანს. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში ჩავიდა ნატოს სამიტის წინ ანკარაში. მისი ვიზიტი არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთის მთავარი ლიდერი სირიაში ჩავიდა 13 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელიც დასრულდა აჰმედ ალ-შარას მიერ გადატრიალების ხელმძღვანელობით ბაშარ ალ-ასადის დასამხობად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დასავლელი ლიდერი ფრთხილად ეკიდება ალ-შარას და მის წარსულს ისლამისტურ ექსტრემიზმში, მაკრონი და საფრანგეთი მოუწოდებენ მოკავშირეებს მოხსნან სანქციები სირიის მიმართ და დაუშვან ინვესტიციების ნაკადი ქვეყნის აღსადგენად. ეს იყო მაკრონის ვიზიტის მთავარი მიზანი, რის ფარგლებშიც ორმა მხარემ ხელი მოაწერა ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებებს. საფრანგეთიც თქვენთან ერთად იქნება. საფრანგეთი თქვენს გვერდით იდგება. სირიას დაუბრუნდება 50 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც ამოღებული იყო ყოფილი დიქტატორის ოჯახის უკანონოდ შეძენილი ქონებიდან. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ეს სამართლებრივი პროცესი წამოიწყო და პირველები მივიყვანეთ ბოლომდე. გავაგრძელებთ იქ, სადაც შესაძლებელია სამართლიანობის აღსრულება. ეს თანხები სირიის ხალხს დაუბრუნდება, რათა ქვეყნის მასშტაბით კონკრეტული განვითარების პროექტები დაფინანსდეს. Sur le territoire. ალ-შარა ბედნიერი იყო, რომ მის ქვეყანას არამხოლოდ ფინანსური, არამედ დიპლომატიური მხარდაჭერაც მიეცა. ასევე მოხარული ვარ. დღეს გამოვაცხადო, რომ შევთანხმდით დავიწყოთ დამასკოსა და პარიზს შორის რეზიდენტი ელჩების გაცვლის პროცესი. რაც შეიძლება მალე, როგორც ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების სრულად ნორმალურ მდგომარეობაში აღდგენისკენ. სირიის პრეზიდენტმა ასევე სთხოვა საფრანგეთს მხარდაჭერა მათი ისტორიული მოკავშირის საკითხში. განვიხილეთ მიმდინარე ისრაელის დარღვევები. ჩვენი მტკიცე პოზიცია, რომ ნამდვილი სტაბილურობის მიღწევა საჭიროებს საერთაშორისო ვალდებულებას. აიძულოს ისრაელი დაიცვას 1974 წლის დალების დაშორიშორების შეთანხმება და სრულად გაიყვანოს ჯარები ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც 8 დეკემბრის შემდეგ აქვს ოკუპირებული. ჩვენ კაცრად გმობთ ამ სისტემატურ თავდასხმებს, რომლებიც ძირს უთხრის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენ ველით საფრანგეთისგან, რომ აქტიურ როლს შეასრულებს ამ ესკალაციის შეჩერებაში და საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებების პატივისცემის უზრუნველყოფაში. მაგრამ მათი შეხვედრა დამასკოში მომხდარმა კიდევ ერთმა ინციდენტმა დაჩრდილა. 18 ადამიანი დაშავდა ორ აფეთქებაში იმ სასტუმროს გარეთ, სადაც მაკრონი იმყოფებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტი იმ დროს სირიის საპრეზიდენტო სასახლეში იმყოფებოდა და არ დაშავებულა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებების ორგანიზატორები ჯერ არ დადასტურებულა, ალ-შარა ცდილობს სირიაში სხვადასხვა მებრძოლი დაჯგუფ და ეს მოვლენა ზუსტად იმ დროს, როცა სირია ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას, დროული შეხსენებაა იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ჩვენთან ერთად ახლა მირიამ ბენრადია, პოლიტოლოგი და ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი, რომელიც პარიზიდან გვერდდება. მირიამ, ძალიან გვიხარია, რომ დღეს IOT News English-ზე ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა. და ეს როგორ უნდა შევაფასოთ ეს ვიზიტი ამ ეტაპზე? ნიშნავს თუ არა ეს სირიის დიპლომატიურ დაბრუნებას? ან აგვაქვს დაბომბვები? გამოავლინა თუ არა ამან? რამდენად მყიფეა სინამდვილეში ეს დაბრუნება? დიახ, ასე ვფიქრობ, გულისხმობ, ეს ვიზიტი ძალიან სიმბოლური იყო, რადგან ეს მართლაც პირველი ვიზიტია ევროპელი ლიდერის მხრიდან სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. იყო დაახლოება ბაშარ ალ-ასადთან ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს თუ გახსოვთ, რაც რა თქმა უნდა სულიად შეწყდა სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. და საფრანგეთი ახლა რაც ასევე ყველას ახსენებს ისტორიის მნიშვნელობასა და წონას. საფრანგეთი არის ყოფილი, როგორც იცით, ყოფილი მანდატარი, ყოფილი ძალა, რომელსაც სირიის მმართველობის მანდატი ჰქონდა. ასე რომ ეს ძალიან სიმბოლურია, ასევე ისტორიულადაც, მაგრამ ეს ვერ დამალავს, როგორც თქვენ ახლა აღნიშნეთ, იმ პრობლემების სიღრმეს, რომელსაც სირია ჯერ კიდევ აწყდება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებსაც, როგორც ვნახეთ. რაც არ შეუშვია ხელი ემანუელ მაკრონს ვიზიტის გაგრძელებაში და სხვადასხვა შეხვედრებში, მაგრამ ეს ვერ იქნება უგულებელყოფილი. და რომ მიუბრუნდეთ ჰემეტ ალ-შარას განცხადებას ისრაელის ყოფნასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე ვერ უგულებელყოფთ იმას, რომ ისრაელს სამხედრო ძალა ჰყავს. სამხედროებმა ჩაერივნენ, როგორც იცით, დრუზების საზოგადოების დასაცავად, რომელიც პირდაპირ დაარტყეს ძალებმა, რომლებიც ახალ გარდამავალ მთავრობას უკავშირდებიან. ასე რომ ეს სიტყვები არ გადაწყდება, საჭიროა რომ ამ მთავრობამ კონკრეტული პროგრესი აჩვენოს. და ასევე რა თქმა უნდა უმცირესობების მდგომარეობაც. ვახსენებთ დრუზებს, შეგვიძლია ასევე ვახსენოთ ქურთებიც.
ბევრი მიზეზის გამო აშკარაა, რატომაც ალ-შარა ამ ვიზიტისას მაკრონისკენ იყურება. ელ-სისის სასახლე აცხადებს, რომ ასადის ოჯახის კონფისკებული ქონებიდან დაახლოებით 58 მილიონი დოლარი შესაძლოა მალე სირიაში დაბრუნდეს ამ შეხვედრის შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება იმას, რას ელის მაკრონი შარასგან, რას იმედოვნებს ამ ვიზიტისგან? ამიტომ ფიქრობ, ეს მიდგომა შეგვიძლია შევადადაროთ დონალდ ტრამპის მიდგომას. არსებობს რწმენა, რომ ეკონომიკური დიპლომატიის გზით შესაძლებელია აჰმედ ალ-შარას დარწმუნება, რომ მან გააცნობიეროს ეს. ამ ყველაფრის მიღწევა, ეს პროგრესი, რომელიც ნამდვილად საჭიროა, არა მხოლოდ ეკონომიკურ ფრონტზე, მაგრამ არსებობს ეს იდეა, რომ ეკონომიკური პროგრესი გამოიწვევს პოლიტიკურ პროგრესს, უსაფრთხოების პროგრესს და საბოლოოდ და ასევე უბიძგებს სირიას ისრაელთან მშვიდობის პროცესისკენ, რაც ჩემი აზრით გარკვეულწილად მნიშვნელოვანია გარკვეულ დონეზე. მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, მე ამ ეკონომიკურ პროგრამაში დიდ პროგრესს ვერ ვხედავ. და ეს მხოლოდ სანქციების მოხსნის საკითხი არ არის. ან ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების მოზიდვა, როგორიცაა მსოფლიო ბანკი ან სავალუტო ფონდი. ეს მხოლოდ პროგრესის დაპირება არ არის აშეთიჩსა და საფრანგეთისთვის და მსხვილი კომპანიების მოზიდვა. ასევე საჭიროა ხედვაც. და მე არ ვფიქრობ, რომ ეს ამ მთავრობისგან ვინახავს. ჩვენ არც დემოკრატიული პროგრესი გვინახავს. და როგორც უკვე აღვნიშნე, უმცირესობების მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია. ეხლა მაკრონი მიეგზავრება ნატოს სამიტზე თურქეთში. როგორ გადაიტანს მაკრონი ამ საუბრებს დამასკოდან ნატოს სამიტზე? როგორ იქნება სირიის საკითხი განხილული იქ? ვფიქრობ, როგორც თქვი, ვხედავთ გარკვეულ კოორდინაციას აშშ-სა და საფრანგეთს შორის და ასევე ერთ მთავარ მოთამაშეს, რომელიც არის თურქეთი, რომელიც უჭერს მხარს ეკონომიკურ აღდგენას და ცდილობს ნორმალიზებას იმ საკითხების გადაფარვით, რომლებიც ახლახან დავასახელე და რომლებიც ჩემი აზრით გადაუჭრელია. ფიქრობ, საკმაოდ ძლიერი დიპლომატიური ბერკეტი არსებობს ალ-შარას სირიის შიგნით ნორმალიზაციისკენ მისაწევად. მოვნახავთ. გულისხმობ ნახავთ, რამდენად მოახერხებენ სამიტი და ეს სამი მთავარი მოთამაშე ალ-შარას დაჩქარებას და კონკრეტული პროგრესის ჩვენებას, რაც მიგვიყვანს იმ პროგრესამდე, რომელსაც ყველა ველით. და მოდი გავარკვიოთ. სანამ ეს პროგრესი არ იქნება, ალ-შარას არ შეუძლია ელოდოს, რომ ისრაელი დატოვებს სირიის სამხრეთს. ან კონდეს რაიმე ნდობა იმ ფაქტის მიმართ, რომ შეიძლება არსებობდეს ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების რაიმე ფორმა ამ ორ სახელმწიფოს შორის, რაც არ არის ნახსენები. რადგან სწორედ ეს აწუხებს ამ ეკონომიკური დიპლომატიის წარმომადგენლებს, მირიამ ბენრან, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს i24 News ინგლისის ეთერში ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა ამ ანალიზისთვის. მადლობა. სირიაში უსაფრთხოების გამაფრთხილებელი ნიშნები გროვდება. დღევანდელი აფეთქება მაკრონის სასტუმროს მახლობლად სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, რაც დამასკოს კაფეში მომხდარმა მომაკვდინებელმა აფეთქებამ მინიმუმ 9 ადამიანი იმსხვერპლა და კიდევ 20 დაჭრა. არავის აუღია პასუხისგებლობა, მაგრამ ISIS-ის უჯრედები და სხვა ჯიჰადისტური ჯგუფები სირიაში კვლავ აქტიურობენ. და ეს ნიშნავს, რომ ალ-შარასთვის ყველაზე დიდი გამოწვევა შეიძლება დიპლომატია კი არ იყოს, არამედ იმის დამტკიცება, რომ მას ნამდვილად შეუძლია დედაქალაქის დაცვა. საკითხის გასარჩევად ჩვენთან ერთად ახლა არამ აკილი, სირიაში ჯიჰადისტური ჯგუფების ექსპერტი, რომელიც გერმანიიდან გვიერთდება. არ ძალიან გვიხარია, რომ დღეს i24 News ინგლისზე ჩვენთან ხართ. როცა დღეს დამასკოს კადრებს უყურებთ, ვის აძლევს ხელს ფაქტობრივად ბაშარ ალ-ასადის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება მაკრონის ვიზიტის დროს? გულისხმობთ ISIS, ასადის მომხრეებს თუ მეტოტოქე დაჯგუფებებს? როგორ შეაფასებდით დღევანდელ სიტუაციას? მადლობა ნიკოლ დამპატიჟეთ. ვფიქრობ, აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო, სანამ რომელიმე კონკრეტულ მხარეს დავადანაშაულებ, რადგან ჯერ არ ჩატარებულად ამოუკიდებელი გამოძიება, რომელიც პასუხისმგებლობას დაადგენს და არც არასდროს ჩატარდება. იგივე სქემა ვრცელდება ყველა წინა დაბომბვასა და თავდასხმაზე, რაც 18 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მოხდა მას შემდეგ, რაც ჯოლანის ალ-ქაიდასთან დაკავშირებული რეჟიმი მოვიდა ხელისუფლებაში. დღევანდელი დაბომბვები პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის.
შეიძლება ცოტა მეტი მედიის ყურადღება მიიპყრო, რადგან მაკრონი სტუმრობს. რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ეს შემთხვევა თავისთავად ავლენს სტრუქტურულ პრობლემას და არა უბრალოდ ერთი დამნაშავის გამოვლენას. მოქმედი რეჟიმი ეყრდნობა ქსელს, დიდ ქსელს, რომელიც ათასობით საერთაშორისო ჯიჰადისტს მოიცავს. და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. რამდენიმე დღის წინ პოდკასტში ჯოლანის მედია მრჩეველი გამოჩნდა. პოდკასტი ჩაწერილია და გამოქვეყნებულია YouTube-ზე, მისი ხანგრძლივობა 3 საათს ნახევარს შეადგენს. ის მთელი დროის განმავლობაში ალ-ქაიდით ტრაბახობდა, ოსამა ბინ ლადენს განუწყვეტლივ აქებდა. ასევე ის საუბრობდა სირიაში მყოფ მუჯაჰედებზე. ის საუბრობდა ამ ჯიჰადისტებზე და ამბობდა, რომ თუ სიტუაცია დესტაბილიზდება, ისინი კვლავ გამოჩნდებიან და 9/11-ის მსგავსი მოვლენები განმეორდება. არა მხოლოდ სირიაში, არამედ მთელ რეგიონში და სხვადასხვა ქვეყანაში, ათეულობით ჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს გაცნობიერება, რომ მათ უკვე აქვთ მზაბომბები და ვისაც ასეთი ტერორის იარავი აქვს ან ფლობს, ადრე თუ გვიან საკუთარ თავზე ააფეთქებს მას. ასე რომ ჯოლანი წარმოაჩენს თავს თითქოს შეუძლია ამ ჯიჰადისტების ან მუჯაჰიდების კონტროლი, მაგრამ სინამდვილეში ამისთვის ძალიან სუსტია. და მას საერთოდ არ აქვს ცენტრალური ძალაუფლება მათზე. მას აქვს ძალაუფლება უმცირესობებზე, მაგრამ არა საკუთარ ჯიჰადისტებზე. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქებს შორს და ეს არის ყველაზე დიდი უსაფრთხოების გამოთვება, რომელსაც მთელი ქვეყანა აწყდება. და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჯოლანის რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში. ისინი პირდაპირ თავიანთი ხელებით აქცევენ ქვეყანას ჯიჰადისტურ ჩამოშლილ სახელმწიფოდ. და თუ ამისთვის პასუხისმგებელია ისლამური სახელმწიფო, ეს აჩვენებს, რომ მთავრობამ არასდროს ანჯერ ვერ გაანეიდრალა მისი საფრთხე და ჩვენ ყველამ ნახეთ, როგორ გაათავისუფლა მთავრობამ ათასობით ისლამური სახელმწიფოს წევრი რამდენიმე თვის წინ, იანვარში. მათ გაათავისუფლეს ისინი და მათი ოჯახები და გადაანაწილეს ისინი ბევრ დიდ ქალაქში. და მათი დერადიკალიზაციის ნაცვლად, ჯოლანის მთავრობა მათ რეგულარულ შარიათის კურსებზე ამწესებს მეჩეთებში. Маш, ბოლოს ერთი საკითხიც გთხოვთ. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჯოლანის ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის მისი ყოფილი ჯიჰადისტი მოკავშირეებიც, რომლებიც მის პოლიტიკურ პრაგმატულ ევოლუციას მათთვის ხალადად მიიჩნევენ. მართლაც საინტერესო შეხედულება იმაზე, რაც ახლა სირიაში ხდება, არა მაკილი, მადლობა ამისთვის. მართლა საინტერესოა მოსმენა, რა ხდება სინამდვილეში იმ სამთავრობო კარების მიღმა. მადლობა.